რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის საპასუხოდ. ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმების შესაძლებლობას, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ზოგიერთი დებულების გადახედვას და ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას განიხილავს. საქართველოში მდგომარეობის გაუარესებისა და ევროკავშირის მოსალოდნელ პასუხზე კოსმა მედი საქართველოში მდგომარეობის გაუარესებასა და ევროკავშირის მოსალოდნელ პასუხზე კოსმა ევროსკოპთან ისაუბრა. მისივე თქმით, ის ვიზა ლიბერალიზაციისა და კანდიდატის სტატუსის ჩამორთმებას არ ეთანხმება, რადგან მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი ორივე მათგანს იმსახურებს. რა შეიძლება გავაკეთოთ? იცით, რომ სანქციები აქვთ დაწესებული ადამიანებს, განხილვა შეიძლება სამი მიმართულებით წავიდეს. პირველი შესაძლოა იყოს კანდიდატის სტატუსის ჩამორთმება, რაც არ ვსურს რომ განვიხილოთ, რადგან ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ქვეყანას ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი. გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, რამდენიმე დებულება შეიძლება გაუქმდეს, იმის გამო, რაც საქართველოში ხდება და მესამე ნაწილი იქნებოდა ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება, რასაც ასევე არ ვისურვებდი მთელი მოსახლეობისთვის, რადგან იმსახურებს, რომ ისარგებლოს თავისუფალი უვიზო მიმოსვლის სისტემით. შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ პიროვნებების მიმართ და ჩამოვართვათ თავისუფალი მიმოსვლა. ეს ყველაფერი არის შესაძლებლობა და გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს. საბჭომ შეაჩერა მოლაპარაკებები და ახლა ეს ვითარებაა. როგორც კი მთავრობა აჩვენებს მზაობას დაუბრუნდეს ევროპულ გზას, მაშინ შეგვეძლება ვილაპარაკოთ. მარტა კოსმა საქართველოს შესახებ დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში რიგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განიხილონ, თუ ქვეყნის ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის შესაცვლელად დამაჯერებელ ნაბიჯებს გადადგამს. საქართველოს მკაფიო შეხსენებაა, რომ შესაძლოა ევროკავშირის გზაზე უკუსვლაც მოხდეს, რომ როდესაც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას დავიწყებთ, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ევროკავშირისკენ წინსვლა ავტომატურად მოხდება. მაშინ, როცა ათასობით ადამიანი ევროკავშირის დროშებით მსვლელობას მართავს, ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით მიდის. საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას და მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ კანონებთან ერთად საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს.